16 წლის ბიჭზე ძალადობისთვის დაკავებული პოლიციელი დანაშაულს აღიარებს და ინანიებს, აცხადებენ პროკურორი და ადვოკატი. ლუკა ხურცილავას აღკვეთის ღონისძიების სახით დღეს პატიმრობა შეეფარდა. შემთხვევა ნაძალადების მეტროსთან 10 თებერვალს მოხდა. პოლიციამ მოზარდს ტელეფონის გახსნა მოსთხოვა და დედასთან დარეკვის უფლება არ მისცა. დაემუქრნენ თითების დამტვრევითა და პატიმარი მამით. თუ ვინმეს გონია ეს კანონი გააუმჯობესებს ეკოლოგიურ მდგომარეობას ძალიან ცდება. აცხადებს ავტოიმპორტიორი კომპანია რობან მოტორსის დამფუძნებელი 6 წელზე მეტი ხნის მანქანების იმპორტის აკრძალვაზე. ავტოიმპორტიორები ვარაუდობენ, რომ მოსახლეობის 60%-ისთვის მანქანების გამოცვლა მაღალი ფასების გამო შეუძლებელი გახდება. აკრძალვა კი მოსახლეობის ჯიბეზე უფრო აისახება ვიდრე ბიზნესზე. პუტინის მიმართ შიშის გაღვივება პრიმიტიული და არასერიოზულია. თავისუფლების მოყვარულებს უნდა ეშინოდეთ ბრიუსელის. ასეთი იყო ორბანის მთავარი წინასაარჩევნო გზავნილი უნგრელებისთვის. მხარდამჭერებთან შეხვედრაზე მან ევროკავშირი და უკრაინა აკრიტიკა. ილაპარაკა ევროპაში ომის საფრთხეზე, თუმცა არა რუსეთის მხრიდან. ბიუროკრატები, ბრიუსელის რეპრესიული მანქანა, შენიღბული სამოქალაქო ორგანიზაციები, მოსყიდული ჟურნალისტები ისმოდა ორბანის მიმართვიდან. ლავროვის მოადგილე უკრაინაში გაეროს ეგიდით დროებითი ადმინისტრაციის შემოღების იდეით გამოდის. არჩევნების ჩატარების შემთხვევაში კი ერთდღიანი ზავის პირობასდებს. გალუზინის თქმით, დროებითი ადმინისტრაცია უკრაინაში დემოკრატიულ არჩევნებს ჩაატარებს და ისეთი მთავრობა ჩამოყალიბდება, რომელთანაც რუსეთის სამშვიდობო შეთანხმებას დადებს.